დაუშვებელია, რომ მაგალითად ბავშვთან ურთიერთობა მობილურშია. მშობლების ბრალი არის. მშობლები ხშირად ზდიან თავის ბავშვებს ისე, როგორც მათ ზდიდნენ. ბავშვს უსაფრთხოებისთვის, როგორც ამბობენ ანალიტიკოსი, ჭირდება რა? იდეალი. მოდელი. იქცევის გარკვეული სამაგალითო მაგალითი, რომელიცაც შენ უკვე იცი რა იქნები, იცი როგორ გააკეთე, აი მამაჩემს ესე დაყავს მანქანა, უკვე ბაცაო. უსაფრთხოდ გადადიხარ ამაში. შენ არ უნდა ეძებო ცდისა და შეცდომის გზით როგორ მოიქცე. მაგალითი მაქვს კარგი. ეს მარტო მშობლების ბრალი არის. მშობლები ხშირად ზდიან თავის ბავშვებს ისე, როგორც მათ ზდიდნენ. იმეორებენ უარყოფით პატერნებს მშობლების და რომ მაგალითად ემოცია არ შეიძლება, არ უნდა თქვა, არ უნდა იტირო, არ უნდა გამოხატო ემოციები და ბავშვს რა ჭირდება? დაუშვებელია, რომ მაგალითად ბავშვთან ურთიერთობა მობილურშია. ან გვერდზე ყავს და მობილურს აძლევს. ფაქტობრივად იცილებს. ბავშვს ცოცხალი კონტაქტი უნდა ცოცხალ სხეულთან, სითბოსთან, დედის ხმასთან. და ამ დროს ვიღაცას აძლევ რომ მოიცილო ფაქტობრივად. ბავშვი ამას ნობს, იცილებს.